მე დღეს მოვედი ნაძალადევის პოლიციაში იმისთვის, რომ ჩავაბარო ჩემი საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების სრული სია და მოვითხოვო ბატონი ონიანისგან, ბატონი ბესელიასგან პრევენცია. რადგან მე, როგორც კანდიდატი, რეგულარულად ვღებულობ ინფორმაციებს და მუქარას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხელიდან გამომაცლიან იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, გოგონებს, ბიჭებს, ვისაც მე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს ვეყრდნობი. ამ ადამიანების ნაწილი არიან აქ, მიდგანან გვერდში, მიმაგრებენ ზურგს და მე მინდა ყველა მიცოდეს, რომ ამ ბავშვების დაშინება, ამ ახალგაზრდების დაშინება არის შეუძლებელი, მათ ვერავინ დაჩაგრავს, ვერც სამადაშვილი და ვერც ვერავინ დედამიწის ზურგზე და აუცილებელია, რომ პოლიციამ შეასრულოს თავისი ფუნქცია პრევენციის კუთხით და ეს ადამიანები, როგორც ახლად განან მყარად, ისე იდგებიან 1 ოქტომბრამდე მყარად ჩემს გვერდში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ გვიჯერა იმ იდეის, რომლისთვისაც ვიბრძვით. ეხლა ჩემი მთავარი მიზანია, რომ ნაძალადევის პოლიცია ვაიძულო, რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, რასაც ქვია ადამიანების დაცვა. გუშინ, ღამით ჩემი საარჩევნო შტაბის თემქის დანაყოფის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ბატონი თამაზ თვარელიძე გახდა თავდასხმის მსხვერპლი თემქაზე. მას ჩაარტყეს მძიმე საგანი თავში, ის გაითიშა, დაკარგა გონება და რადგან თავდამსხმელებს ეგონათ, რომ ის იყო გარდაცვლილი, მისი სხეული გადატანილი იქნა ჩუღურეთში, სადაც ის დატოვეს, მიატოვეს განსაცდელში. მას ჩამოართვეს ჩემი თემქის ოფისის გასაღებები და საბუთები. ამაზეც მე დღეს მოვითხოვ, რა თქმა უნდა, გამოძიების წარმოებას. თამაზ თვარელიძე არის საავადმყოფოში, აქვს ტვინის შერყევა და თავი აქვს გატეხილი.